ღირებულებითი განათლების კლუბების მიზანი სკოლებში, მნიშვნელობა და ახალგაზრდების ჩართულობა სოციალურ პროექტებში. სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ შემოგვერთდნენ ვარკეთილში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ფოცხიშვილი და თბილისის 92 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიკა კვირკველია და გიგი ტაბატაძე. მოგესალმებით, მამა. დაგულოცეთ მამაო, ბავშვებო, დილომშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოგზანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, უპირველეს. მამა, პირველ რიგში თქვენ შეგეკითხებით, პროექტის მნიშვნელობაზე რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა, როგორ დაარსდა ღირებულებითი განათლების კლუბი, როგორ გაჩნდა იდეა სკოლაში, ამასთან დაკავშირებით რომ მოგვიყვეთ. დიახ, თვითონ მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს ღირებულებითი განათლებას, თუმცა ამას ძალიან დიდი შრომა მიუძღოდა წინ ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეკლესიის წიაღში გაჩნდა ეს კერა საკვირაო სკოლების მიმართულებით. დღეს უმეტეს ტაძრებში საკვირაო სკოლები არის, სადაც მოძღვარი ესაუბრება მრევლს, ახალგაზრდებს, ზოგად ღირებულებებზე. ამან ჩვენ მოგცა საკმაოდ კარგი გამოცდილება. მადლობა უფალს, რომ მე შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ამ გამოცდილებამ, სახელმწიფოს ჩართულობამ, მასწავლებლის სახლის ჩართულობამ, საპატრიარქოსა და სახელმწიფოს კომუნიკაციამ შესაძლებლობა მოგცა, რომ სკოლებში შევსულიყავი და ის ჩვენი გამოცდილება უფრო ფართოდ გაგვეზიარებინა ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ის, რომ განათლების სამინისტროს დახმარებით სასულიერო პირებმა გაიარეს გადამზადების კურსები. დიახ. გამოცდილება გვაქვს, თუნდაც ავიღოთ, რომ მაგალითად 14 წელია ღვთელმსახური ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შესაძლებლობას მომცემდა, რომ უშუალოდ სკოლაში შევსულიყავი და როგორც პედაგოგი ისე წარსდგარიყავი ახალგაზრდების წინაშე. ამას რა თქმა უნდა, მომზადება სჭირდება, გადამზადება სჭირდება და ყველაზე მეტად ეს უფრო განათლების სამინისტრო მიცოდა და, ვიტყვი, რომ ცალსახად დაგვეხმარა ამ საკითხში. ჩვენი გამოცდილება როგორც სასულიერო პირებისა და მათი უდიდესი გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში რეალურად დაგროვებულია, რაც ცოდნაც ზოგადად განათლებას აქვს, გაგვიზიარეს და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანები მოდიოდნენ, გვასწავლიდნენ, ლექციებს გვიტარებდნენ და შესაძლებლობას გვაძლევდნენ, რომ რეალობაში აღვექვა, რასთან გვექნებოდა შეხება და რა მიდგომები უნდა გამოგვეყებინა ბავშვებთან მიმართებაში, რაც ძალსახად დაგვეხმარა. სკოლის ინტერესი როგორი იყო და ბავშვებთან მუშაობა, რამდენად საინტერესო, ალბათ ძალიან საინტერესო, ხო? ძალსახად საინტერესოა, დღესაც ემოციის გარეშე ვერ ვიტყვი, ჩემთვის ბედნიერებაა. სკოლაში შესვლა, მე თვითონ 4 შვილის მამა ვარ და როდესაც გადამზადების პროცესს გავდიოდით, ახალს ვიგებდით ყველა შეხვედრაზე პედაგოგებთან რაღაცა ახალს ვიგებდი და რომ მივდიოდი პირველი ტესტირება მქონდა სახლში ჩემს ბავშვებთან და ეს რომ უყურებდი რომ შედეგს მაძლევდა ძალიან მიხარდა მიუხედავად იმისა რომ ფიქრობდი რომ არა უშავს ცუდი მამა არა ვარ გამოცდილება მაქვს როგორც მოძღვარი შესაბამისად ბავშვებთან ურთიერთობაში ეს იყო საოცარი და ბავშვების დამოკიდებულებაც იყო ძალიან კარგი ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა ჯერ ის ფაქტი რომ გაიგეს რომ მოძღვარი უნდა მოსულიყო სკოლაში ძალიან ისეთი დიდი სიხარულით მიიღეს და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მაგალითად კლუბში 25 ბავშვი უნდა იყოს და ამის მეტი იქ აქტივობები რომ სწორედ ჩავატაროთ ყველა ბავშვთან რო გქონდეს უკავშირი ეს მნიშვნელოვანია მაგრამ პირველივე ესე იგი დაძახებაზე დაახლოებით 100 ბავშვის 100 ბავშვმა გამოთქვა სურვილი შესაბამისად შევეცადეთ რომ ორი კლუბი ჩამოგვეყალებებინა და 92 სკოლაში ორი კლუბია და ჩართულობა დიდი იყო და ამას ხელს უწყობდა რა თქმა უნდა ადმინისტრაცია თვითონ დირექცია მაქსიმალურად შეგვიწყო ხელი და თქვენ იცით რომ შეიძლება იცოდეთ რომ კლუბის არსებობას სჭირდება დამხმარე პედაგოგი სკოლის გამოგვიყეს დამხმარე პედაგოგი რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია და გვეხმარება იმ ყოველდღიურ შეხვედრების როგორი გეკმება აქტივობები და ზოგადად პროცესი როგორ მიმდინარეობს რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებითაც კითხავთ მანამდე ბავშვებს მინდა ჩვენს ძირფას სკოლის მოსწავლეებს ლიკას და გიგის კითხავ რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ პროექტში რამ დაგაინტერესათ და აი როგორი არის როგორ მიმდინარეობს ეს გაკვეთილები მეცადინეობები თუ ლექციები რომ მოგვიყვეთ როგორი არის ეს პროცესი ლიკა დიახ თავიდანვე დიდი ინტერესი გამიჩნდა ამ პროექტის მიმართ ღირებულებები არის ის თვისებები თუ ფასეულობები რომლებიც პიროვნებად გვაქცევს ძალიან დიდი სურვილი მქონდა თავიდანვე ამ პროექტში მონაწილეობის მიღებისას და ჩვენი სკოლიდანაც ბევრი მსურველი იყო როგორც ასევე ჩვენი კლასიდან და იყო შეზღუდული რაოდენობა მაგრამ
ფიქრობდი რომ თუ იყო ეს უფლისნება, მე მოხდებოდი ამ პროექტში და მართლაც მერგო პატივი და გავხდი ამ ღირებულებების კლუბის წევრი. ძალიან საინტერესო დისკუსიები გვაქვს, საუბრობთ, განვიხილავთ საინტერესო თემებს. ასევე მოყავს მაგალითები როგორც ისტორიიდან, ლიტერატურიდან, ისევ ყოფა ცხოვრებიდან. გვაქვს სიტუაციური ამოცანები. ძალიან საინტერესოა. ამ ღირებულებით სწავლება მომცა საოცარი გამოცდილება, ცოდნა, ასევე გახდა ჩემთვის გზამკვლევი, თუ როგორ შექმნა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. რამდენი ხანია რაც ამ კლუბში ხართ? 1 წელია ეს კურსი გავიარეთ 1 წლის. გიგი, რას გვეტყვი ამ კლუბთან დაკავშირებით? რატომ არის ის მნიშვნელოვანი შენთვის? როდესაც გავიგე რომ ჩემს სკოლაში იწყებოდა მსგავსი პროექტი და ერქვა ღირებულებითი განათლება, ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია სიტყვა ღირებულებითმა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც მე ინტერესი გამიჩნდა ამ საგნის მიმართ და წარმოიდგინეთ, არ მქონდა რის შესახებ შეიძლება ყოფილიყო აქ გაკვეთილები, მაგრამ როდესაც გავიგე რომ გაკვეთილებს ჩაგვიტარებდა მამაო, ამან უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ჩაწერა ღირებულებით გაკვეთილების კლუბში. ჩემი იქ მოხვედრა იყო ძალიან დიდი გამართლება და ამის ძალიან დიდი მადლობელი ვარ და ძალიან დიდ ცოდნას ვიღებთ იქ და ძალიან სასიამოვნო სიტუაციაა თვითონ კლუბში, იმიტომ რომ თვითონ მამა გიორგი ისეთ გარემოს ქმნის იქ კლუბში, რომ მისვლა ყოველთვის მიგვიხარია და მოსაბეზრებელი სიტუაცია არასდროს არ არის და მე მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. იქ არის ძალიან პატივისცემა, ერთმანეთის პატივს სცემთ. ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ და ყველას შეგვიძლია რომ ჩვენი აზრი გამოვხატოთ თამამად და იქ მამა გიორგი ქმნის ისეთ სიტუაციას, რომ მსგავსი რამ არ ხდება და ძალიან კარგია და ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც კლუბში მივდივარ და მიხარია რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. აი გიგი, ძალიან საინტერესო რა თქვა, რომ მოძღვრის ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გაიგეს რომ მათ ექნებოდა სასულიერო პირთან ურთიერთობა, ამან განაპირობა უფრო მეტი ჩართულობა. აი რაღაცნაირად გული დავწყდა რომ საჯარო სკოლებში არის ჯერჯერობით მხოლოდ ეს ღირებულებითი განათლების კლუბები და არ არის კერძო სკოლებში და ვთქვათ ჯერჯერობით ესე არის, მაგრამ ალბათ მოიცავს ხომ ყველა სკოლას ეტაპობრივად. აი როგორ იგეგმება აქტივობები მამა გიორგი რომ გვითხრათ და ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს თქვათ როგორ ხდება თემების შერჩევა რაზე უნდა ისაუბროთ ცხადია რომ მხოლოდ ანუ რელიგიას ეს არ არის თქვათ რელიგიური განათლების კლუბი ეს არის სხვადასხვა თემას მოიცავს ხო ზოგადად ღირებულებები რაც არის ნუ უნდა აღვნიშნოთ რომ კლუბის წევრობა უპირველეს ყოვლისა შეუულია ნებისმიერ ადამიანს სკოლის მოსწავლეს ნუ ფაქტორი ის არის რომ მე-9 მე-9 კლასელი უნდა იყოს ამ ეტაპზე ნუ რა კი რაოდენობა ძალიან ბევრია და მსურველი შესაბამისად ჯერ წვდომა ესა გვაქვს თუმცა არის მიმართულება მუშაობა იმისკენ რომ უფრო მეტად გაფართოვდეს და უფრო მეტი კლასები მოვიცვა და უფრო მეტი ბავშვი უშუალოდ რაც შეეხება კლუბის წევრობას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ აღსარებლობის იმიტომ ჩვენ აქ ვსაუბრობთ არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიაზე ან ქრისტიანობაზე ზოგად ღირებულებებზე ვლაპარაკობთ რაც ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ხო რაც შეეხება თვითონ პროგრამას ეს არის უკვე შემუშავებული საპატრიარქოსთან და მასწავლებლის სახლთან ესე იგი ერთობლივი შრომით მუშაობით და ჩვენ ამით ვსარგებლობთ ანუ ყოველი შეხვედრა კლუბური ჩვენ გვაქვს თემა ვიცით რაზე უნდა ვისაუბროთ და ეს არ არის მარტო მონოლოგის დისკუსიის ფორმატით გაქვთ ხო იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ხელსაყურები რომ ნუ გავაცნოთ თემის არსი თუ თქვათ პირობითად ერთგულებაზე ვსაუბრობთ ან მეგობრობაზე ვსაუბრობთ ან პატრიოტიზმზე ვსაუბრობთ ზოგადად რას ნიშნავს ეს ეტიმოლოგიურად უნდა გავუმარტოთ და მე უკვე ვცდილობთ რომ უშუალოდ ბავშვები იყვნენ ჩართულები ამ პროცესში ჩვენ გვაინტერესებს უკავშირი და მნიშვნელოვანი ის არის რომ გიგი მაგნიშნა ახლა რომ არ გვიჭირს რაღაცა საკუთარი აზრის გამო იმიტომ რომ შენ შემთხვევაში ეს არის ხომ რომ შეიძლება ადამიანს საოცარი აზრი ქონდეს სწორედ ქონდეს ჩამოყალიბებული მაგრამ მოერიდოს გამხმოვანოს ამიტომ ჩვენ გვაქვს ესეთი დევიზი გვაქვს რომ ნებისმიერი აზრი მნიშვნელოვანია როგორიც არ უნდა იყოს შეიძლება თუნდაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყოს სწორი მაგრამ კამათის შემთხვევაში ან სხვა საპირისპირო აზრის შემთხვევაში შეიძლება მივიდეთ ჭეშმარიტებასთან და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიახ ბავშვებო თუ არის ხოლმე შემთხვევა რომ მომავალ თემას მომდევნო ლექციის თემას თქვენ სთავაზობთ მოძღვარს თუ ხდება ასეთი რამ დიახ, ყოფილა მსგავსი შემთხვევები, უფრო მეტად ბავშვებს ჰქონდათ კითხვები და ბავშვები მამა გიორგი მოგცა საშუალება რომ თუ გსურთ თავად აირჩიეთ თემა, რომელიც გაინტერესებთ და აუცილებლად უკავშირი მისგან მოდიეთ.
მამა გიორგი, თუ ესე იგი გულისხმობს დავალების მიცემას ეს ფორმატი? როგორც წესი დავალება არა. არა, ხო? დავალება არა, იმიტომ ძალიან კარგია მგონი, უფრო სახალისო. რო წარმოვიდგინოთ გარემო, რომ სიტუაცია როგორია, კლუბური შეხვედრები ყოველთვის სტარდება ჩვენ შემთხვევაში 100-ას გაკვეთილების მერე. პირობითად ბავშვებს თუ თავდებათ გაკვეთილი პირველ საათზე, ჩვენ შეხვედრა გვაქვს 2-ზე და მეორე კლუბს 3-ზე. შესაბამისად ბავშვები უნდა წავიდნენ სახლში, ზოგს ლოდინი უწევს, რაღაც ენერგიას მოითხოვს. ეს თან იმ პროცესში როგორი დილით მოდიან, სასწავლო პროცესში არიან, ჩართული მშივრები არიან და მაინც ახერხებენ იმას, რომ კლუბში დაესწრონ. ხო, ანუ ეს ხანდახან არის ხოლმე შემთხვევები, მასწავლებლები არ გვიწყერენ იმედია, რომ ყოფილა შემთხვევა, რომ დაუშვათ აი ბავშვი ვერ იყო, ვერ მოახერხა სკოლაში, მაგრამ კლუბის გაკვეთილზე მაინც მოსულა, ну, ცალსახად მიხარია ეს, მისი ინტერესი. მისი ინტერესი რომ კლუბის გაკვეთილი მისთვის ანუ შეხვედრა მნიშვნელოვანია. თან ეს არის არაფორმალური, ხო? ვეუბნები ბავშვებს როგორც გინდათ ისე დაჭიქით ახლა რა თქმა უნდა, აი რაღაც არა გვაქვს რომ მანდამაინცაც საკლასო პროცესი მოითხოვს, რომ ცალსახად გაიმართე, ან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრი გამოთქვას და რაღაცა იყოს თავისუფალი. ეს გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ეხლა პლუს ამას რომ სახში დავალებები მივცეთ, ისედაც დატვირთულები არიან ბავშვები. ძალიან ზედმეტი იქნება. ხო, ჩვენ შემთხვევაში მე ვფიქრობ დამეთანხმებიან ბავშვები, რომ ის რასაც იმ 1 საათის განმავლობაში მოვიცავთ, საკმარისია. რაღაცა მცირედი ჩვენი იდეა ეხლა ის რა არის, რომ მარცვალი მაინც დარჩეს ადამიანში. რომ ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ ეს მარცვალი გაიზრდება. აი მცირედი მაინც და ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენთვის. მამა დავით, ვიცით რომ ასევე გაქვთ სკოლის გარეთ დაგეგმილი გარკვეული აქტივობები, მათ შორის ექსკურსიები, გასვლითი ღონისძიებები და ამაზეც მინდა რომ მკითხოთ. თუ არ ვცდები, თბილისის ტურთან დაკავშირებით იყო ღონისძიება, იყო თბილისის ტური და გვაქვს კადრებით ამასთან დაკავშირებით. კი, ჩვენ გვქონდა ამის შესაძლებლობა, 2 კლუბი გვაქვს და უბრალოდ ძალიან დიდია მოთხოვნა და ვიყავით გაიცანი შენი ქალაქი, საოცარი დაგეგმილი ტურია, რომელიცავლაბრიდან იწყება და ძველ თბილისში მთავრდება, საოცარი ადამიანები არიან, გიდია გამოყოფილი, არის ტრანსპორტი გამოყოფილი და ეს რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ უსასყიდლოდ ხდება ბავშვებისათვის. მე პირადად რო ვიყავი ამ ტურში და რა თქმა უნდა მონაწილე ვიყავი დამხმარე პედაგოგთან ერთად, ბავშვებთან ერთად, რეალურად საპატრიარქო უზრუნველყოფს ხო ამას დიახ. რა თქმა უნდა საპატრიარქო უზრუნველყოფს, სრულად უსასყიდლოდ. ჩემთვის ძალიან ბევრი რამე იყო ახალი. თუნდაც აი 1000 ჯერ შეიძლება ვიყო მაგალითად, ჩავლილი ერთი და იგივე ქუჩაზე, მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება ასე იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანია და არა მარტო გაიცანი შენი ქალაქი. მაგალითად, ჩვენ მქონდა ერთხელ ვიყავით საჯარო ბიბლიოთეკაში, რომელშიც საოცარი ღონისძიება მიდიოდა, სპექტაკლი იყო ქეთევან დედოფლის შესახებ, დამეთანხმებიან ბავშვები ემოციის გარეშე ვერ უყურებ. ასევე არა მარტო გასვლითი ტური, არამედ ჩვენთან სკოლაშიც მოდიან და არა მარტო ჩვენთან, ზოგადად ყველა საჯარო სკოლა სადაც კლუბური გაკვეთილები ტარდება, სპექტაკლებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცნობდნენ ჩვენი ბავშვები მაგალითად იმ გამოჩენილ ქვეყნის შვილებს, რომელთაც ძალიან დიდი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ასეთი იყო მაგალითად ბოლო სპექტაკლი რაც იყო ჩვენთან, ზოგადად 2 ჩავატარეთ, ასე მოვასწარით, გრიგოლ ფერაძე იყო და იუნკერები იყო. ეს საოცარი იყო. გამორიცხულია, რომ ემოციის გარეშე გეყურებინა და აი უდიდესი ესე იგი თანაგრძნობა გამოიწვია ბავშვებში იუნკერების ისტორია. იმიტომ რომ გაგონილი ქონდათ, მაგრამ ასე ვიზუალურად აღსახსნელად, დიახ, სხვა იყო, აი ცრემლების გარეშე არ იყო ეს ხო და ამისთვის რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა საპატრიარქოს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, დიახ, განათლების სამინისტროსთან ერთად. მამა გიორგი, აი ბავშვების თავისუფლებებით მოვისმინოთ აი ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ლექციის მიღმა არის განხორციელებული. გიგი. დიახ. თვითონ აი იუნკერების სპექტაკლი იმდენად ემოციური იყო ჩემთვის და იმდენად საინტერესო, რომ მართლა იცრემლების გარეშე ამას ვერ უყურებდი, იმიტომ რომ სტუდენტი ბიჭები თამაშობდნენ ამ ყველაფერსაც და ძალიან კარგად გამოსდიოდათ და ძალიან ამაღლებელი იყო ჩემთვისაც ბოლო მომენტებიდან. ჩვენებური იყო, ხიარული სპექტაკლი იყო და მოსაბეზრებელი არ იყო და თვითონ გარითაც, გაკვეთილის გარითაც და მიღმა ძალიან კარგი ღონისძიებები და გასვლები გვაქვს ხოლმე მაგალითად თბილისში რო გქონდა გასვლა, მაშინაც ძალიან კარგი იყო და დავათვალიერეთ თბილისი, ძველი თბილისს გავეცანით, ხიდები და ბევრი ისეთ ადგილას გავიარეთ, სადაც მე ნამყოფი არ ვიყავი და უფრო მეტად შევიგრძენი ეს ჩემს თანატოლად, ჩემს კლუბის წევრებთან ერთად და მამა გიორგისთან ერთად და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის მეც და ძალიან მომეწონა იქ გასვლას და კლუბის მიღმაც ძალიან კარგი ამბები ხდება ხოლმე, როგორც ისევ კლუბში, ასევე კლუბის მიღმაც. ლიკა, რას დაამატებ? დიახ.
იუნკერების სპექტაკლი ჩვენთვის დაუვიწყარი იყო. ისე მოხდა, რომ ისეთი ბავშვებიც დაესწრნენ ამ სპექტაკლს, რომლებიც კლუბის წევრები არ იყვნენ, თუმცა დართესნება და ისინიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ. დაუვიწყარი პროფესიონალიზმი გვაჩვენეს. ასევე გვქონდა ერთი საინტერესო პროექტი, თემა გვქონდა 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოყვებოდა ამ ამბავს დაუშვათ რომელიმე უსულო საგანი და ეს იყო ჩემთვის დამამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო. ბავშვებო, სულ არ მიკითხავს, რომელ კლასში ხართ? მერვე და მეცხრე კლასი. მერვე და მეცხრე და ზოგადად რომელი კლასის მოსწავლეები არიან მამაგიორგი ჩართული? ზოგადად მერვე მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან ჩართულები ამ ეტაპზე, თუმცა ცდილობდა არის მიმართული მუშაობა იქით, რომ უფრო მეტი მე-7-ც და მე-10 კლასიც იყოს ჩართული, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი შესაძლებლობა მეც ვერ ვწდება, თუმცა შევეცდებით, რომ უფრო მეტი იყოს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხომ არ გსურთ რაიმე გითხრათ და შეგვიძლია დავასრულოთ. დიახ, სამომავლო გეგმები ჩვენთვის ახლა მომავალი ის არის აქცენტს ვაკეთებთ ზოგადად ბავშვებთან რო გვაქვს ურთიერთობა და კომუნიკაცია, ეს უკვე ხვალინდელი დღისთვის არის გაკეთებული და ჩვენი ბავშვები რომ ბუნებრივია ხა სკოლა ზოგადად უნდა აღინიშნოს ესეც რომ ღირებულებებზე ისედაც ესაუბრებიან პედაგოგები ნებისმიერი საგანი რომელიც არ უნდა იყოს ტექნიკური იქნება თუ არ აქვს ნიშნულ პედაგოგი ისედაც საუბრობს სახში ისედაც აკეთებენ რა თქმა უნდა ღირებულებებზე სასურველი ასე იყოს მაგრამ იდეალურ შემთხვევაში დიახ ამ შემთხვევაში ხა ჩვენი ჩართულებაც რო არის და სასულიერო პირებთან აქ შეხება პირველ წყაროსთან თუნდაც შეკითხვები გაუჩნდებათ ადამიანებს ხო ჩვენს გარო ეს არის ის სამომავლო გეგმა და მომავლის იმედი ჩვენ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს ეს ის თაობა რომ რეალურად რომელიც შეიძლება შემდგომში უკვე ამ სტუდიაში კლუბის წევრებიდან შეიძლება რომელიმე სასულიერო პირი იყოს რომელიც შეიძლება თუ არ მიწყენთ თქვენს ადგილას იყოს ეს ის თაობა, რომელმაც რეალურად ჩვენ უნდა ჩაგვანაცვლოს და როდესაც ჩვენ სკოლას აქვს, ან სახელმწიფოს აქვს ასეთი დაკვეთა სკოლის მიმართ, რა სიტყვის, რომ აღზარდოს კარგი მოქალაქე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საპატრიარქოს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წვლილი, ანუ რგოლი ვთქვათ, ასე ვიტყვი, არ ვიტყვი გადაჭარბებულად, ჩვენ შეგვაქვს, რომ ის ღირსეული ქვეყნის შილები აღიზარდნენ, რომელიც ხვალ ჩვენს ქვეყანას გამოადგენენ და ჩვენს ეკლესიას. დიახ. ესე იგი, ის ღონისძიებების აქტივობები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რაზეც ბავშვებმა ისაუბრეს, მართლა ძალიან დიდი წყალობა და ფუფუნებაა, რომ უსასყიდლოდ ხორციელდება. ამისთვის მადლობა ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას, საპატრიარქოს და ჩვენ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ერთობლივი პროექტია, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელიც კურირებს ამ პროექტს დღიდან შექმნისა ჩვენს პატრიარქ ილია მეორეს, რომლის სიცოცხლეშიც დაიწყო და მისი კურთხევით სწორედ ამ პროექტის განხორციელება და გრძელდება უკვე პატრიარქ შიო მესამის კურთხევით და მას დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა. მეთქე დაგეცეთ. ვარკეთილში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ფოცხიშვილი და თბილისის 92 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიკა კვირკველია და გიგი ტაბატაძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.